ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები დღეს ახალციხეს ესტუმრნენ, მათ აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ვეტერანებთან შეხვედრა გამართეს. დეპარტამენტის უფროსმა საზოგადოებას ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები და მათთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები გააცნო. გელა დოლიძის თქმით, 2014 წლიდან ვეტერანები 500 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო 2016 წლიდან 1000 ლარს. მან ჯანდაცვის პროგრამაც განიხილა და აღნიშნა, რომ ქრონიკული დაავადებების მკურნალობას პროგრამა არ ითვალისწინებს, ამიტომ ისინი ამ საკითხზე მუშაობას აპირებენ. მსგავს შეხვედრებს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს და მის მიზანს ვეტერანების პრობლემების პირადად მოსმენა წარმოადგენს. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ ახლოს იყოს საზოგადოებასთან. ჩვენ ვართ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და ჩვენი ზრუნვის ობიექტები სწორედ ვეტერანები არიან. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ახლოს ვეტერანებთან, მათი სატკივარი, მათი პრობლემები გავიზიაროთ და შესაბამისად ჩვენი ქმედებები აი ამ პრობლემატიკის მიხედვით დავგეგმოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვეტერანთა დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა პირადად შეხვდა ვეტერანებს. ეს არის ამ შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე ის არის, რომ მათ ანგარიშივით გააცნეს, რა გააკეთეს იმ 6 თვის განმავლობაში. როგორც იცით, მთავრობა ბევრ რაღაცებს შეგვპირდა და ნელ-ნელა ამას ყველაფერს აკეთებს და აი ზუსტად ვეტერანებს რაც შეპირდა, ეს დაზღვევა აგერ გაკეთებულია და გაგვაცნოს ის პირობები, რაც ამაში არის გათვალისწინებული.